ცნობისთვის საკმაოდ კონტროვერსიული აღმოჩნდა ჩემი წინა ვიდეო, სადაც ვაჯამებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის ექსკლუზიურ ინტერვიუს ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან. და ამას ვამბობ პირველივე წინადადებაში და შემდეგ ვაზუსტებ, რომ ამ საუბრიდან სამი მნიშვნელოვანი რამ მინდა გამოვყო. ამის მიუხედავად, როგორც კომენტარებიდან მივხვდი, მაყურებლის დიდმა ნაწილმა ეს აღიქვა ჩემს პირად მოსაზრებად. მაშინ, როდესაც პირველივე წინადადება იწყება იმით, რომ ეს არის ინტერვიუს ციტირება, ეს არის ბოლო წინადადებაც და შუაშიც არაერთხელ ვახსენებ, რომ ეს არის აბას არაღჩის აზრი. შესაბამისად, მაყურებელმა, რომელმაც იფიქრა, რომ ეს არის ჩემი პირადი აზრი, უბრალოდ ვიდეო უნდა გადაახვიოს დასაწყისში. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ მე არ უნდა მაინტერესებდეს ირანის ოფიციალური პოზიცია და ამას დროს საერთოდ არ უნდა ვუთმობდე, ანალიტიკაში მსგავსი შერჩევითი მიდგომა წყაროებთან ითვლება მიკერძოებად, რაც ჩვენი არხისთვის არ არის სასურველი სარედაქციო პოლიტიკა. თუ შეერთებული შტატების ირანზე თავდამსხმელი მხარის ერთ-ერთი უდიდესი ტელევიზია NBC აძლევს სატელევიზიო დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაშინ რატომ არ იმსახურებს ქართველი მაყურებელი ამ პოზიციის ცოდნას? მადლობა რომ გვიყურებთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი როგორც ყოველთვის. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.